დეფორმაციული ტერფი, ტკივილი ტერფის მიდამოში, კოჭი, წვივი, მუხლი, მეჯბარძაღი, შემდეგ წელი. ეს ყველაფერი ძირითადად არის დაკავშირებული ტერფის დეფორმაციასთან. ტერფის დეფორმაცია შესაძლებელი იყოს არა მარტო ბრტყელი ტერფით. ჯერებთი ამ ბრტყელ ტერფს სხვადასხვა ხარისხი აქვს და არსებობს სიგრძივიც, განივიც, კომბინირებულიც. ახასიათებს რა? თაღის არ ქონა, ან თაღი არის დადაბლებული. დამატებით შესაძლებელია აქ იყოს ვალგუსური დეფორმაცია. ვალგუსური დეფორმაცია რას ნიშნავს? კოჭი ტრიალდება შიგნით, ქუსლი გადის გარეთ. აი სხვადასხვა არის ეს სურათი და მიხვდები. მეორე პრობლემა ეს არის ჰიპერსუპინაცია ვარუსი. ეს საპირისპირო პრობლემა არის, პირიქით გარეთ ტრიალდება ტერფი და ცოტა შიგნით შემოდის. შემდეგი ტერფის პათოლოგია ეს არის მაღალი თაღი, ნორმაზე მაღალი თაღი. რას აპროვოცირებს ეს ძალიან ხშირად განსაკუთრებით ქალბატონებში? ჰალუს-ვალგუსურ დეფორმაციას და მორტონის ნევრომას. შემდეგი პრობლემა არის ნამგლისებრი ტერფი. აი წარმოიდგინეთ, რატო ქვია ნამგლისებრი ტერფი? ფორმა აქვს ნამგლის, ვიზუალურად შეუძლებელია არ მივხვდეთ რა პათოლოგია.